ბატონ ბერდია, თემა, რითაც მინდა რომ გავხსნათ დღევანდელი გადაცემა აქციაზე დაკავებულ პირებს უკავშირდება, თითქოს ახალ გარემოებას ვხედავთ დაპატიმრებულ მომიტინგეებთან მიმართებაში და რა მაქვს მხედველობაში, გუშინ უნდა გამოცხადებულიყო ანატოლი გიგაურის განაჩენი და გადაიდო, იქამდე უნდა გამოცხადებულიყო გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი და ისიც ანალოგიურად გადაიდო და ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი პირის საბას ხვიტარიძის საქმეზე მიღებული გაწყვეტილება, რომელსაც ვიცით, რომ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ბრალდება, რომელიც გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, შეეცვალა გაცილებით უფრო მსუბუქი მუხლით. რა ეს გარემოებები იძლევა თუ არა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რაღაც ხდება და რა შეიძლება ხდებოდეს დაკავებულ მომიტინგეებთან მიმართებაში თქვენი აზრით. ხო, ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი არის სახეზე, ლელა, რომ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების ციხეში გამომწყდეული მსახიობების, ჟურნალისტების, ქალბატონების საკითხი საზოგადოებაში, მათ შორის იმ ელექტორალშიც კი ის, რომელიც ოცნებას უჭერდა 26 ოქტომბერს მხარს, დიდი პრობლემა არის ოცნებისთვის შესაბამისად. მე თეორიულად არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას, რომ ამ ტვირთით ოცნებას არ მოუნდეს წინასაარჩევნო პროცესში შესვლა და შესაძლებელია შემამსუბუქებელი ზომები, მათ შორის ამ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით იქნას მიღებული, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს არ შეცვლის ქვეყანაში პოლიტიკურ მოცემულობას. ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა ვიცით, ეს არის დანგრეული პოლიტიკური ინსტიტუტები, მიტაცებული ძალაუფლება, ერთი პოლიტიკური ჯგუფი ხელში უზურპირებული მთელი ეს სახელმწიფო სისტემა, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის, ქვეყნის ევროპული კურსი არის კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი, ფაქტობრივად დასავლეთი იზოლაციის გზას ირჩევს დასავლეთთან ურთიერთობის ნაწილში ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს რა თქმა უნდა მოიტანს დამატებით სასანქციო რეჟიმს, თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა. ამიტომ მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარებით, რა თქმა უნდა, ოცნება ვერ მოაგვარებს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა ეს რა თქმა უნდა იქნება ტვირთის ჩამოხსნა წინასაარჩევნოდ ოცნებისთვის და თუ ისინი აპირებენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ პროტესტის მოთხოვნა საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი არის ამასთან დაკავშირებით ჩემგარი არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა თუ პოლიტიკური ვაჭრობა, იმიტომ რომ აი პოლიტიკურ სპექტრში ხშირად გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ აქციებზე დაკავებული პირების საქმეებს ქართული ოცნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სავაჭროდ გამოიყენებს. ეხლა შეიძლება უხეშად გამომივიდეს კითხვის დასმა, მაგრამ რამდენად შეიძლება ვიფიქროთ ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო პოლიტიკური ვაჭრობა დაპატიმრებული დემონსტრანტების საქმეების გამოყენებით. აი მაგალითად ვიცით, რომ სენატში მეგობარი აქტია შესული, ხო, რომელიც ძალიან ისეთ მძიმე სანქციებს უქადის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებს. აი რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ფიქრი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სახელმწიფო პარტიამ შესაძლოა ივაჭროს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ აი მაგალითად გაათავისუფლებს აქციებზე დაკავებულ პირებს, პოლიტპატიმრებად შეფასებულ ადამიანებს და სამაგეროდ აი სენატმა მაგალითად აღარ მისცეს მსვლელობა მეგობარ აქტს, რომელიც უკვე ვახსენე, რომ მნიშვნელოვან სანქციებს ითვალისწინებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიმართ. ლელა, ანუ ჩვენ რო ვიცოდეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გაპროტესტის გამარჯვებისთვის. თუმცა სიმართლე რო გითხრათ, ოცნების პრობლემა დღეს არის ის, რომ ის საერთოდ არავის არ ელაპარაკება. საუბრობს თითქოს ურთიერთობების გადატვირთვაზე შეერთებულ შტატებთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე ევროკავშირთან, ბრიტანეთთან და ასე შემდეგ. იქნება ელაპარაკება და ხურულკაც მიღმა არ ჩანს ამის იმპულსები, ამის იმპულსებს უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ, თუმცა ეს არ ჩანს. მე ამას ვერ ვიტყოდი, რომ ჩანს. ეხლა თუ ვინმე ცდილობს ლეგიტიმაციად გაასაღოს ან რაღაცა ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილად პროტოკოლური შეხვედრა ტალიაშვილის
აგრიმანების გადაცემის დროს ეგ ნამდვილად ესე ვერ გასახდება. ფაქტი არის მოცემულობა, რომ დღეს ქვეყანა არის მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, პოლიტიკური პატიმრების საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ამ საკითხებთან ერთად ის ტვირთები, რომელიც აწევს დღეს ოცნებას, მათ შორის იმ კანონების სახით, რომელიც 2022 წლიდან მიიღო და ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, მათ შორის ანადგურებს პირდაპირ ფორმით არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს ზღუდავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობასთან ერთად შეჩერებული პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების და ამის ღია დეკლარირებული განაცხადი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის დამოკლეს მახვილებით ჩამოკიდებული, გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმი, მათ შორის სავიზო შეზღუდვების გათვალისწინებით ამოქმედებულია ათეულობით ადამიანის მიმართ, რომელიც ამ სისტემის მსახურებაში არიან. გარდა ამისა, ფინანსური სანქციები. 10 მოქალაქე დაამატა სიაში. ხო, ეს არის მზარდის წრე ფართოვდება, ამიტომ თუ ოცნებას გონია, რომ საკუთარი პირობები დაждდება მაგიდასთან და საკუთარი პირობებით ილაპარაკებს შეერთებულ შტატებთან, როგორი ურთიერთობები უნდა გქონდეს და არასახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ესე არ გამოვა. ოცნება დღეს ირჩევს იზოლაციის გზას. ოცნება დღეს ირჩევს მათ შორის არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გზას, როდესაც აი 15 ადამიანს ეფარება, საკუთარ თავს ეფარება და ფაქტობრივად საკუთარი ქვეყანა ყავს აი ფარა დაფარებული იმ შესაძლო პოტენციური უვიზო მიმოსვლის შეჩერების თვალსაზრისით იქნება, სასანქციო რეჟიმის თვალსაზრისით იქნება და ფაქტობრივად ქვეყნის ინტერესებს აი საკუთარ ინტერესებში ახურდავს. ეს არის მოცემულობა. ამიტომ არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რა თქმა უნდა, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი შეიძლება წავიდეს ლაპარაკში ცუდი არც არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, კარგი არის. თუ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნები საპარლამენტო ჩაინიშნება, დაუყოვნებლივ გათავისუფლებიან ჩვენი პოლიტიკური პატიმრების, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ეს არის ჩვენი ამოცანა. აქციაზე დაკავებული პირების კონტექსტში და მე უკვე სხვა თემები, მათ შორის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. აი თუ კი ვნახავთ წინასაარჩევნო პერიოდში ამ ადამიანების, ამ ახალგაზრდების გათავისუფლების შესახებ გაწყვეტილებებს. აი როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება უკვე ელექტორატზე, ამ თვალსაზრისით რა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ უშუალოდ თქვენს პარტიას, რომელიც აპირებს რომ შევიდეს მუნიციპალურ არჩევნებში. ხო, ლელა, რთული საქმეა და მკვდარი მეორედ ვერ მოკვდება, ანუ რამე წაშლის იმპაქტს რომ რატომ გამორიცხავთ რომ შემოატრიალებს ქართული ოცნებისკენ მის მიმართ სიმართლე რო გითხრათ უკვე ოცნება არის გაშიფრული, ოცნება უკვე არის აი საკუთარი სახით სრულად წარმოჩენილი ამ ადამიანებისთვისაც. ოცნება ხო იმით იწონებდა თავს, რომ ნაცმოძრაობაში ობდა რაღაცი და დღეს ოცნება რა არის? ოცნება არის დღეს პირდაპირ ფორმით აი რუსული ინტერესების გამტარებელი და რუსული პოლიტიკით მოქმედი. მე არ ვიძახი რომ ვიღაცას კრემლთან აქვს პირდაპირ კავშირი, მაგრამ დღეს რასაც აკეთებს ოცნების ხელისუფლება, პირდაპირ ფორმით ემსახურება, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქართული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება არ ყავს. მაშინ როდესაც აზერბაიჯანი საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, სომხეთი საკუთარი ინტერესებით მოქმედებს ეროვნული ინტერესებით, ჩვენ აღმოჩნდით ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებით. ხო წარმოუდგენელია ეს, მაგრამ ეს მოცემული ხო ვერაფერი ვერ განმუხტავს იმ გარემოებას და ვერ დაავიწყებს ადამიანებს, რომ 400-მდე ახალგაზრდა ძვლებში დალეწა ამ რეჟიმმა და მათ შორის საკუთარი ზონდერ ბრიგადების და აი ამ ზონდერების მეშვეობით უსწორდებოდა ქუჩაში. ჟურნალისტებს კისერს როს ეხდა და პირდაპირ ფორმით სიკვდილისთვის იმეტებდა. ამას ვინმეს ერთი ადამიანი არ დაუჯიათ. ფორმალურადაც კი ერთი ადამიანი არ დაჯილა ამ ძალადობისთვის. მაგნიცკის სიით რო იყო სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილები და დღეს ერთ-ერთი მოადგილე მაგნიცკის სიით სანქცირებული ისევ რაღაცა ზის და ბრიფინგებით გველაპარაკება თითქოს რაღაცა ნარკოტიკული დანიშნულება. ამას ხო ვერაფერი ვერ შეცვლის. საარჩევნო манипуляციის გზა და ადამიანებზე ზემოქმედების გზად რო ნარკომანიას მხარდაჭერა აერჩია 2022 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ოცნებამ, რაც არ უნდა ფასადური ბრძოლა დაუწყოს ეხა ნარკომანიას, ხო ეს ვერ შეიცვლება ბუნებრივად. კორუფციას რაც არ უნდა ეხა ფასადური ბრძოლა გამოუცხადოს, ეს ხო ვერ შეიცვლება. ან ის ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განაცხადი ხო ვერ შეიცვლება.
ხო ეს ფაქტობრივად მოცემულობა ეს არის ელექტორატის შებრუნებას არ ელოდება. მე არ ველოდები, რა ვიცი, ხა დიდი სისულელე იქნება ადამიანების მხრიდან, ისევ მიუბრუნდნენ ოცნებას, რომელიც გადაგვარებული სახით არის წარმოქმნილი, რომლის მიღებაც არ შეიძლება და მისი საერთაშორისო რეპუტაცია და ფაქტობრივად სოციალური ფაქტორებად განმარტებით. ბატონ ბერდია, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლება არ არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ქართული ოცნების მისამართით ისმის და ეს თქვენც აღნიშნეთ, ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. გაწყვეტილებას ჯერ ვერ ვხედავთ, თუმცა ვხედავთ ამ საკითხზე დასმულ კითხვას სოციოლოგიურ განყოფაში, რომელიც ჩატარდა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, გულისხმობა ის სწორედ გორბის კვლევას, რომლის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო სწორედ ის, ვის მისცემდნენ მოქალაქეები მხარს მომავალ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ახლა ვიდრე გამოკითხულების განწყობებზე და იმ რიცხვებზე კითხავდეთ, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში დაიდო, უნდა გკითხოთ ზოგად კონტექსტში რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ამ თემაზე ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე სოციოლოგიური გამოკითხვის ფარგლებში ხდება კითხვის დასმა. ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ნიშნავს ერთ რამეს ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფიქრი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. თქვენ რამდენად მიდიხართ ამ შეფასებამდე? ხო, დიდი ხანია ფიქრობს, ეხლა ოცნება პერერულად აღარებს კვლევებს და მისთვის ესეთი კვლევები არასაჯარო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილია, შესაბამისად, ბევრი ვერსიისთვის, რა თქმა უნდა, მუშაობს ოცნება. არც ის არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ უახლოეს პერიოდში გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, იმიტომ რომ ერთი მიზანი აქვს ოცნებას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს და ამ განადგურებული პოლიტიკური ოპოზიციის ფონზე შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მისთვის ძალიან მარტივია და საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. ამიტომ ვიძახდით ჩვენ და ჩვენს კოლეგას ნაკლებად ალბათ უკვე ვეუბნებოდით, რომ ამ არჩევნებში შესვლა, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს დამატებითი პოლიტიკური ბრძოლის სტიმულია. ამაზე და ეხაც ვეუბნები და ახაც მოუწოდებ. ამ პოლიტიკურ ბრძოლაზე უარი არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ როგორც პოლიტიკური პარტია დასუსტებული, რა თქმა უნდა, ოცნების ინტერესებში შედის და საკუთარ გადაწყვეტილებით რო ვაკეთებ ამას, რა ვიცი, ან ოცნებასთან ხარ გარიგებული, ან უბრალოდ სასარგებლო იდიოტი ხარ საკუთარი ოცნებისთვის და საკუთარი თავისთვის კიდევ მავნებელი. ანუ არ შეიძლება ასეთ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებ და ამიტომ რაც უფრო ძლიერი იქნება პოლიტიკური პარტია, მათ შორის ფორმაში იქნება არჩევნების თვალსაზრისით. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისე როგორც ლელოს პარტიულად და პოლიტიკურად არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა რა თქმა უნდა აძლიერებს. ეს არის დამატებითი საკომუნიკაციო არხი შენს მოქალაქეებთან პირდაპირ ფორმის, რომელიც არ გაგვიწყვეტია მათ შორის არასაარჩევნო პერიოდში. ეს არის შესაძლებლობები შენი პოლიტიკური გზავნილები მიიტანო, ეს არის შესაძლებლობები მათ შორის ოცნების რეალური სახე დაანახო და უბრალოდ ვერ ვხვდები პროტესტის პარალელურად, რომელიც მოიცავს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რატო შეიძლება ყოფილიყო ეს გზა მიუღებელი ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის. ხო, წარმოუდგენელია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ თბილისში ელექტორალური დანაკარგები არის უზარმაზარი ოცნებისთვის, რატო შეიძლება უქმნიდეს შენ ბიძინა ივანიშვილს სასათბურე პირობებს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში არ შეხვიდე და მათ შორის მნიშვნელოვან ქალაქებში შენი გამარჯვება არ მოიპოვა. ხო, ვითომ რაღაცა ცინიკური დამოკიდებულება აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, რომელიც არის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების და პრობლემების გადასაწყვეტად და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ძალიან აწუხებს მოსახლეობას. რაც არ უნდა დამცინავად ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ეძახოს ამას მოხრეშვის არჩევნები, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის დამოკიდებული. აგერ დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოწყდა რაღაცა დიდი ბეტონის მასა და ორი ადამიანი მოკლა უბრალოდ. თვითმმართველობა სწორად რო ემუშავა და მათ შორის ეს პრევენციული ღონისძიებები გაეტარებინა და ეს რისკები დაეზღვია, ესეთი შედეგი არ დადგებოდა. რა მოხდა ვაკის პარკში, რა მოხდა რიყის ტერიტორიაზე, როდესაც ბავშვები თხრილში, დენზე, რა ვიცი, ქუჩაში სიკვდილი დადის ფაქტობრივად. და აი ეს პრობლემები მოძნობს თვითმმართველობის არჩევნებში იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე და კალაძე არ იღებს არაფერზე პასუხისმგებლობას. არც ერთ ამ кейსთან დაკავშირებით, არც მარიტა მეფარიშვილის кейსთან დაკავშირებით, არც იმ თხრილში ახალგაზრდა ბიჭი რო გარდაიცვალა, არც დეზერტირების, ანუ
რაღაცა გვესაუბრებიან მესამე კლასი, მეხუთე κλასი, იქ რისკი არ იყო გამოსახლება რა შუაში არის ბეტონი ჩამოვარდა და ქუჩაში მოკლა ადამიანები. არჩევნებზე ზუსტად რამდენიმე წუთში დაგისვათ კითხვას, იქამდე საპარლამენტო არჩევნებზე მინდა ჩაგეკითხოთ და უკვე იმ რიცხვების კონტექსტში დაგისვათ მორიგი კითხვა, რომელსაც აქვეყნებს თვითონ გორბი კითხვაზე საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ კვირას დაინიშნოს, ვის მისცემდით ხმას, თქვენ იცით, თუმცა მაყურებლებს გავახსენოთ 56.2% მოდის ქართულ ოცნებაზე, 10.7 ლელო ძლიერ საქართველოზე, 10%-ია თქვენი პარტიის სასარგებლოდ, 9.5% გვარამია მელია გირჩი დროას კოალიციაზე და 7.5% აქვს ამ კვლევის შედეგების მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას. ახლა თქვენ წეღან თქვით, რომ ოპოზიციური პარტიები სუსტდებიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარით. თუმცა გვაქვს სწორედ ეს მოცემულობა, რომელიც დიდი ალბათობით არც შეიცვლება. შესაბამისად, აი რა შედეგები დადგება თქვენი აზრით საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც თქვენივე ვარაუდით შესაძლოა გაზაფხულზე დაინიშნოს და გაიმართოს. იცით, ეხლა ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, იმდენ პოლიტიკური ცვლადები ხდება, ანუ და იმდენად დინამიური პოლიტიკური პროცესია, ძალიან რთულია თქვა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რა მოხდება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, პარტიების დასუსტება, ოპოზიციური პარტიების გაძლიერება საერთო საზოგადოებრივ სახალხო განწყობებს არ ცვლის, ხო? ადამიანი თუ საპროტესტოდ არის განწყობილი, ელექტორალურად, ოპოზიციურად არის განწყობილი, ბუნებრივია ის არ მივა ეხლა და ოცნებას არ შემოხაზოს. მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაციონალურად უნდა იფიქროს მაშინ, როდესაც არჩევნებს რაღაცა ბოიკოტს უცხადებს და რაღაც კამპანიებშია ჩართული, თურმე რაღაც რუსულ სპეცოპერაციაში თუ რაღაც სიგიჟეში არ მიიღო მონაწილეობა. 26 ოქტომბერს რა უკეთესი გარემო იყო? და ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერ გაუარესებულ გარემოშიც კი არჩევნები არის ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობა და ამ პოლიტიკურ ინსტრუმენტს რო კლავშენ, უკეთეს რამეს უნდა სთავაზობდნენ. რას სთავაზობენ ეს ადამიანები? აი მითხარით, რას სთავაზობენ? ვერაფერს ვერ სთავაზობენ. რაღაც 4 ოქტომბერს დაანონსებული აქვს დინამოზე შეკრება და მე რა ხდება კაცმა არ იცის. აგერ მოვა 4 ოქტომბერი, ნახავთ თქვენ, დინამოზე შეკრიბებიან ეს ადამიანები. მე ამ ადამიანებს გაუშვებენ სახლში, ეს იქნება მოცემულობა. ამიტომ ვინმეს უკეთესი გზაა. თქვენ და ლელოც რას იღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობით? ამ კითხვაზე თქვენი პასუხიც სავარაუდოდ არ არის დამაჯერებელი. რატო ლელა? აი უყურეთ. იგი თქვენივე ამორჩევლისთვის. გააჩნია ახლა მე პატივცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან მართლა და ეს საკუთარი ჯანმრთელობის, თავისუფლების თუ ფინანსური რაღაცა იმის რესურსების ფასად ეს პროტესტის ალამი უჭირავთ. ამ ადამიანების რაღაცა ნაწილის განწყობასაც ვხედავ, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველა აბსოლუტურად ესეთი არ არის, ხო? ამ მოსაზრებით. აი ერთ-ერთი კითხვა, ბატონ ბერდია, რომელიც აი გორბის კვლევები ვახსენეთ და ამავე კვლევის ფარგლებში მუნიციპალური არჩევნების კონტექსტში დაისვა არის შემდეგი: ქალაქში, მუნიციპალიტეტებში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არა ხელახლა არჩევას. აი თბილისის შემთხვევაში გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ იმსახურებს. ეს პასუხი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართული ოცნება სულაც არაპირებს თქვენ და ლელოს დაგითმოთ საქართველოს დედაქალაქი. სიმართლე რო გითხრათ, ლელა, ცოტა მეუხერხულება გორბის კვლევებზე საუბარი. ეხლა აქ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი რეალისტურად შევხედოთ, დავანებოთ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი რო იჯდეს აქ გორბის კვლევებს გამოიყენებდა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ და ამას აკეთებს ორად ორი პარტია, ოცნება და უკვე ნაცმოძრაობა გორბის კვლევებს სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ იყენებენ. როდის იყო სანდო ჩემთვის გორბის კვლევა, ხო? გორბის კვლევაში თქვენ რო იცოდეთ, ლელა 3% გვეწერა ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში. და სრულიად ურესურსოდ პირდაპირ ფორმით, ანუ ფინანსური რესურსების სიმწირის მიუხედავად დამოუკიდებლად გავედით პარტია და 8% ავიღეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ უბრალოდ რას ნიშნავს იმ პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვართ და ჩვენი ხმები მათ შორის დიდი ნაწილი ჩვენ დავიცავთ. რაღაცა ნაწილი მოკუპარეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რამაც არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ასე რო გაეკეთებინათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის ნაცმოძრაობას, რომლის დაშლამაც გამოიწვია 10%-ის კლება და ეს 10% როგორ ჩაიდო მერე ჯიბეში, არავინ არ საუბრობს რატომღაც ოცნების ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. ამაზე საუბარი ჩვენ მოგვიწევს. ამიტომ ჩვენ ისი იმედი გვაქვს, ჩვენ გვაქვს გონიერი ადამიანების იმედი, რომლებმაც 26 ოქტომბრის შემდეგ დაინახეს ამ რეჟიმის სახე, დაინახეს, რომ ეს რეჟიმი ღირსებით ევროპისკენ კი არ მიდის, ეს რეჟიმი უღირსობით
ძალადობით, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათეულით მიდის პირდაპირ ფორმით დიქტატურისკენ და ავტოკრატიაში უკვე შემდგარი ავტოკრატია ვარ და დიქტატურისკენ მე იმედი მაქვს რომ ადამიანები მასიურად გამოვიდნენ. ისე უშუალოდ პარტიას არ ყავს მიგმული ბაგაძე საკუთარი ამომრჩეველი და ეს არ აკადრონ საკუთარ ამომრჩეველს. მათი ამომრჩევლების უმრავლესობაც მე ხარ რეგიონულ ტურნეში როცა ვარ და ველაპარაკები ამ ადამიანს ბზაობას გამოხატავს რომ გამოვიდეს არჩევნებზე და არჩევნებს კი არ უნდა გამოუცხადონ პოლიტიკურმა პარტიებმა ბოიკოტი. არამედ უნდა გამოუცხადონ ოცნებას ბოიკოტი და ამისკენ მოუწოდებს თბილისთან მიმართებაში მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა რამდენად გაართულებს ქართული ოცნებისთვის დედაქალაქის წართმევის ამოცანას თუ კი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი იქნება კახა კალაძე ხა გუშინ კი ითქვა გუშინ დილით ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან უბრალოდ ამ დეპუტატის განცხადებამ შექმნა მოლოდინი რომ კახა კალაძეზე შესაძლოა არ გაკეთებულიყო არჩევანი თუმცა ამ განცხადებას მალევე მოაყოლა პარტიის ლიდერში ახალი განცხადება, სადაც უკვე ითქვა, რომ კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი. აი კახა კალაძეზე, როგორც თბილისის მერობის კანდიდატზე და თქვენი პარტიის, აი თქვენი და ლელოს კონკურენტ კანდიდატზე რა სიტყვით და ხო აქვე როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყდა გათვლის გაკეთება, არჩევანის გაკეთება ისევ კახა კალაძეზე და რა შეიძლება იყოს მმართველი პარტიის გადმოსახედიდან კალაძის უპირატესობები? ნუ ეხა შიდა გარჩევებში ვინ გაიმარჯვა, რატო გადაწყდა კალაძეზე, რაც მოარული ხმები დადის, რა თქმა უნდა, ანუ ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს ამისი, თუმცა კალაძე არ მგონია კარგი კანდიდატი იყოს ოცნებისთვის. პირდაპირ ფორმით ძალიან მარტივად, იმიტომ რომ კახა კალაძისთვის ეს არის მესამე ვადა, იმ ორი ვადის განმავლობაში, ანუ მარტივად რო ვთქვათ, პროფილურად შეუთავსებელია კალაძის პროფილი იმ გაცხადებულ ეგრეთ წოდებულ თითქოს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკაზე. ხო ფასადური არის ხა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ადამიანი რომელიც აი 8 წლის განმავლობაში სატრანსპორტო პრობლემა ვერ მოაგვარა, რა ვიცი, 8 წელი ადამიანმა ვარკეთილში მეტროს ჭერი ვერ გააკეთა. გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია ვერ განახორციელა. საცობების პრობლემა ვერ გადაუწყვეტა ამ ქალაქს. ქალაქში 14 წლის 13 წლის გოგონა დაიღუპა მის მიერ რეაბილიტირებულ მერის მიერ რეაბილიტირებულ სკვერში, სადაც დერმა დაარტყა, სადაც უსაფრთხო გარემო უნდა იყოს და ნებისმიერი ჩვენგანი შვილი შეიძლება აღმოჩენილიყო ღმერთმა დაგვიფაროს ამ სიტუაციაში და საწყალი გოგონა დაიღუპა. ქალაქში, სადაც თხრილში დაიღუპა რიყეზე და იქ რაღაცა კერძო კომპანიის პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი, თხრილში ჩავარდა ჭაში ადამიანი, პატარა ბიჭი და დაიღუპა, მოზარდი დაიღუპა. სიკვდილი ფაქტობრივად ჩამოვარდა სადღაც შენობიდან, რომელზეც ავარიული იყო და რომელზეც უამრავი შეყობინება იყო, მერია შესრულდა ანუ არაფერზე ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის ნაწილშიც კი მოქმედ მერს. ადამიანები დაიღუპნენ, ანუ აქ საუბარი ხო არ არის მხოლოდ კორუფციაზე, ამ კორუფციის შედეგებზე არის საუბარი, ხო? ნუ წარმოუდგენელია რა, რაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა? კორუფცია არ არის, კოეფიციენტების პრობლემა არ არის, თვითონ ხო აღიარებენ ოცნების წარმომადგენლები იმ ზომას მიაღწია კორუფციამ, რომ თვითონაც ვერ მალავენ ამას. და რა ფასადურად უწევთ ვიღაცების დაკავება, ხო? ვიღაც მომსახურე პერსონალი, თორე რეალური ვისი გავლენის 20-25 ოჯახი, ვისი გავლენის ქვეშაცაა დღეს, მათ შორის ბიზნესი და ქართული ეკონომიკა, ეს არის ხელშეუხებელი დღეს. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ვიდრე დაგემშვიდობებით შევეხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხსაც, რომელიც ამ დროისთვის არის შეფასების საგანი, გულისხმობს სწორედ კორუფციის თვალსაზრისით ქართული ოცნების გააქტიურებას და აი თუნდაც ბოლო ფაქტს იცით, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდა ამჯერად ხო, კორუფციული დანაშაულის გამოვლენა და სუსის ანტიკორუფციული სამსახურის სააგენტოს განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით 2 დღის წინ. რით იხსნით კორუფციის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოლოდროინდელ გალაშქრებას და აქვე გვესმის განცხადებები, რომ კორუფციული კუთხით მოძრაობები ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიადგეს, რათა არგუმენტირებულად მოხდეს მისი დადანაშაულება. თუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ აი ამ პროცესის მთავარი სამიზნე არის სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხო, ნუ შიგნით ჯანსაღი ვითარება რო არ არის, ხა ფაქტობრივი მოცემულობა, ლელა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. დღეს ოცნება პირდაპირ ფორმით ასოცირდება კორუფციასთან, ძალადობასთან, ქვეყნის ეროვნული ინტერესი, არანაირი ევროპაზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატთან, ასოცირდება აი გაზრდილ ნარკომანიასთან, ზუსტად ეს პოლიტიკური გზავნილები აქვს დამოღებული და ფასადურად კრიან თითქოს ნარკომანიასთან ბრძოლის რაღაცა ფასადს, კორუფციასთან ბრძოლის ფასადს
რაღაცა 1 მილიონ ნახევარზე დაობიან. რეალურად საუბარია 10 მილიონზე, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას დააკლდა და ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა. ხო, ამაზე ანუ ეს ერთი კონკრეტული ფაქტი უნდა განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფო უწყებაში სავარაუდოდ ხდება იგივე. არის, რა თქმა უნდა, ანუ ამას ხო თვითონ აღიარებით. რატო დაისვა შეკითხვა, მათ შორის იმ რაღაცა ეგრეთ წოდებული გორბის თუ რაღაცა სოციოლოგიური კომპანიის კვლევაში, მანყოფილი ხარ თუ არა, თქვენ გონიათ ახლა მერების საქმიანობა აწუხებთ დიდად, მაგრამ ზუსტად იციან, როგორც მაღალ დონეზე იყო კორუფცია, ისე იყო მათ შორის მერიების დონეზე კორუფცია. კორუფციაში იხრჩობა მუნიციპალიტეტები. როგორც კი მოიცლიან მერებისთვის, მათ შორის იმ მერებისთვის, რომელსაც ახლა არ დააყენებენ კანდიდატებად ოცნების პარტიაში. პირდაპირ ფორმით მათზე ჩათვალეთ, რომ დევნაზე, მათ პოლიტიკურ დევნაზე, არაფხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე, ან პოლიტიკური ნაწილიცაა გამას, იმიტომ რომ ეხლა სჭირდებათ პოლიტიკური დევნა ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ შექმნა შლეიფი თითქოს რაღაც კორუფციას ებრძვიან. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ დევნა დაიწყება. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ ეს ადამიანები. მათი განაჩენები უკვე დაწერილი არის. ძალიან ბევრი ადამიანს გადაურჩა ამ კახაკალაძე თქვენი აზრით გადაურჩა? კახაკალაძე ემხაუჭება საფრთხეს, რომელიც შესაძლოა ამ თვალსაზრისით სხვა მერებს ემუქრებოდეთ. სისტემაში დასარჩენად იბრძვის კახაკალაძე ახლა. იმიტომ რომ სისტემაში დარჩენა ნიშნავს მის გადარჩენას. მის გადარჩენას ნიშნავს პირდაპირ ფორმით, მათ შორის სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. ამიტომ ყველაფერს გააკეთეს ეს ადამიანი, რომ მერი გახდეს რა მერობის კანდიდატი გახდეს. მერი გახდება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ჩვენი მოქალაქე მოვა და პროტესტს და ბოიკოტს დაუფიქსირებს ოცნებას არჩევნებზე უშუალოდ.